ვედროში, ჩააწყვეს ქართული წიგნები და ჩაუშვა ჭაში, რომ ვიღაცას არ ენახა. ყველაზე სანდო ადგილი ალბათ მაგ მომენტში იყო ეგ. მე ვარ ალექსანდრე ბერაია, დავიბადე ქალაქ ტყვარჩელში. მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული აფხაზეთში. ჩემი პროტესტი გამოვხატე იმით, ჩასვლასთან დაკავშირებით, რომ დავხიე პასპორტი, აფხაზური ეგრეთ წოდებული პასპორტი. დღევანდელი აფხაზეთი არ არის ის აფხაზეთი, რა თქმა უნდა, რაც ომამდე იყო და ის ადამიანები, რომლებსაც ომამდელი აფხაზეთი აქვთ ნანახი, დღევანდელ აფხაზეთს რომ ნახავენ, მათთვის ეს შოკი იქნება. მე პირადად ესეთი განცდა მქონდა, რომ რაღაც მაკლდა იქ. რა ის სულ თითქოს ყველაფერი მქონდა, მატერიალურადაც მქონდა ყველაფერი, ყველანაირად, მაგრამ რაღაც მაკლდა მაინც, ესეთი განცდა იყო სულ. საქართველოს გაკლდა იქ რა. რახან ქართველები ვიყავით, უფრო მეტი შეზღუდვები გქონდა შეზღუდვა, რომ ქართულად გვესაუბრა მაგალითად. იდენტობის გამოხატვის უფლება არ გქონდა. იქ იყავი, ჩვეულებრივად რუსები იტყვიან, გამოვიყენებ ვტარასორტნი ჩელეკ და დღემდე ვინც იქ ცხოვრობს, დღემდე ესეთი ხალხი არის. სკოლაში ჩუმად ვსწავლობდით ქართულს. და პირველი გაკვეთილი სულ ტარდებოდა ქართულიც, რომ ანუ ვინმე რომ თუ მოვიდოდა, მერე რომ რაღაცა არ დავეჭირეთ. ეს გაკვეთილის ჩატარების დროს ერთ-ერთი მასწავლებელი შემოვიდა და თქვა, რომ ანუ მოვიდნენ, უკვე ცენტრში არიან სოფლისა და ჩვენთან მოვლენო და მაღალ კლასელებმა ვერ მოასწრეს წიგნების დამალვა და მერე იქ მეზობელმა უთხრა, რომ მე დავმალავო. ვედროში ჩააწყვეს ქართული წიგნები და ჩაუშვა ჭაში, რომ ვიღაცას არ ენახა. ყველაზე სანდო ადგილი ალბათ მაგ მომენტში იყო ეგ. ჩვენს დირექტორს, რომელიც ეროვნებით აფხაზია, ესეთი რაღაცა აქ ნათქვამი, ძალიან არ მომეწონდა, ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ჩემში. შემოვიდა აფხაზურის გაკვეთილი გქონდა და მან ესეთი რაღაც თქვა, რომ ჩვენ მეგრულად ვსაუბრობდით და ნუ ვსაუბრობთ მეგრულად, ვისაუბრეთ რუსულადო. ეს არ თქვავს, რომ ვისაუბრეთ აფხაზურად, ვისაუბრეთ რუსულადო და თქვენ სახლში შეიძლება ვისაუბროთ მეგრულად, ან ვისაუბროთ თურქულად და აქ ჩვენ სკოლაში ყველანი რუსები ვართ და ყველამ რუსულად უნდა ვისაუბროთ და რატო ვართ რუსები მეთქი, ანუ და მაშინ ესეთი რაღაც მითხრა, რომ ბერაია, შენ ძალიან ბევრ საუბრობ და ერთხელაც იქნება ამის გამო დიდი პრობლემები შეგექმნებაო. კომუნისტების დროიდან და მანამდეც უკვე იწყება, რომ აი საქართველოს მტერი იყო, საქართველოს გვიკრძალავდა, აფხაზურად საუბარს, იდენტობას გვართმევდა და 1992 წლის ომზე იყო ესეთი სათაურით იწყებოდა, რომ отечественная война народа Абхазии. და მანდ იყო ესეთი, რომ 14 აგვისტოს ქართველების სამხედრო საბჭოს ბრძანებით მახსოვს, გოსავეთის ჯარები შემოიჭრნენ აფხაზეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. 27 სექტემბერს ზეიმობენ და ზეიმობდნენ და ჩვენს გვაიძულებდნენ რომ გვეზეიმა. ამ დროს ჩვენებს რა თქმა უნდა გლოვა ქონდათ. იქ-სოქს მამა მოუკლეს, სოქს ახლობელი მოუკლეს. და მე მახსოვს ესეთი ფაქტი, იცით, ჩემს მასწავლებელს მოუკლეს მაგ დღეს მამა. და ის ყვავილებით მიდიოდა მამამისის საფლავზე. სკოლაში უკვე ამ მასწავლებელს უწევდა ბავშვების ცეკვის და მუსიკის მოსმენა და აი ამ ყველაფრის და ეს იყო ძალიან დიდი ბედურება, მე თვითონ მკითხავთ და აი ამ სიტუაციით არის ტრაგედია ნაჩვენები. მე აფხაზებსაც მიმართავ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მინდა მათაც ცხოვრება ნახონ, იცით, რაღაც არ მინდა მარტო მოსკოვის ოხუმის მიმართულებით იყონ და მე მათ მინდა მივმართო, რომ ენაც შეინარჩუნეთ და იდენტობაც შეინარჩუნეთ. აფხაზური ენა არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვისაც. კავკასიურ ტრადიციებთან შერწყმული ევროპული ღირებულებები ეს ყველაზე მაგარი რამეა და კავკასიურ ტრადიციებთან შერწყმული რუსული ღირებულებები ყველაზე ცუდი რამეა. მე მინდა რომ ეხლა ჩემებსაც მივმართო, რომ ქართველობა არ დაკარგონ, იცით, სულ ახსოვდეთ და ხო შეიძლება რომ მეგრულად ვთქვა, რომ ირორშოდან მირეთ თუ ირორშოდან სოვრეშერდათ. მე იქ უკვე ძებნაში ვარ, იმიტომ რომ სამოქალაქო აქტივიზმს მივყავი ხელი და სხვადასხვა აი როდესაც სიტყვით გამოვედი იმ ერთ-ერთ აქციაზე და მანდ მქონდა მოწოდება, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავალთ სოხუმში. სადივდივართ სოხუმში! მათ რაღაც განგაშის სიგნალად მიიღეს, იცით, რომ რაღაცა ომის მოწოდებად მიიღეს და მე როგორც ვიცი, მე მამაჩემიც დაუბარებიათ და არ ვიცი მას იქ რა უთხრეს და როგორ უთხრეს, ეს უკვე აღარ ვიცი. ვის უნდა მოუხადო ბოდიში? ბაბუაჩემმა საკუთარი თვალებით ნახა სახლი როგორ დაგვიწვეს. დედაჩემის ბიძა ჩვენი დიდი მამინდის მეუღლე წამებით მოკლეს აფხაზეთში და მე ბოდიში არავისთვის მოსახლელი არ მაქვს.